მოგესალმებით, მეგობრებო, მოგიკითხავთ, როგორ ხართ? დღეს მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა ჩაფიქრებული ადამიანის ემოციებზე. მოდი ვნახოთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ნამდვილი ემოციები თქვენს მიმართ როგორია? ნამდვილი ემოციები. მანამდე გეტყვით გამოიწეროთ, თუ არ გაქვთ არხი გამოწერილი, ლაიქი, კომენტარი არ დაგავიწყდეთ, მე ამით ვხვდები, რამდენად გეხმარებათ კონკრეტული გაშლები თქვენ და დავიწყოთ. გავაკეთოთ ორ ვარიანტად. ნახოთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ნამდვილი ემოციები თქვენს მიმართ. პირველი ვარიანტი იყოს ლაბრადორიტი და მეორე ვარიანტი იყოს ავანტურინი. არჩანს არკანები და ვარიანტები და ქვები. აბა დავხუჭეთ თვალები, წარმოვიდგინეთ ის ადამიანი, ვისაც ვუყურებთ გაშლას. არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი იქნება თუ მეგობარი, თუ ყოფილი მეგობარი, თუ ყოფილი პარტნიორი. კონცენტრირდით, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ. სპონტანურად, სულ 3 წამი ჭირდება არჩევანს. დიდი ფიქრი არ არის საჭირო. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტს გადავდებ და ვნახოთ, ვინც ლაბრადორიტი აირჩიეთ. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ემოციები თქვენს მიმართ. ემოციები საკმაოდ მელანქოლიურია თქვენს მიმართ. ადამიანი რაღაცას განიცდის, ადამიანი რაღაცას ნანობს აი იმ დაკარგულ ემოციებს, რომელიც მას ჰქონდა და ახლა ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც ნებისმიერი ცხოვრებისეული კარგ შანსს ყველაფერს უყურებს ძალიან სევდიანად და ცხოვრების ყველანაირ სიამოვნებაზე ამბობს უარს, ყველანაირ შანსზე, მის ცხოვრებაში გამოჩენილ შანსზე ამბობს უარს, რადგან ის თავის სასიკეთოდ ვერ აღიქვავს აი მოვლენებს, რაც მის ცხოვრებაში რეალურად ხდება. ადამიანი არის გულდაწყვეტილი, გულნატკენი და ემოციები აქვს საკმაოდ ნეგატიური. შეიძლება ამ ადამიანმა ასევე დაკარგა ფინანსები, დაკარგა სამსახური, დაკარგა საყვარელი ადამიანი და აი ამ ყველაფერმა ეს ადამიანი მიიყვანა ძალიან დიდ კრიზისამდე. როგორც გითხარით, შეიძლება ეს კრიზისი დაკავშირებული იყოს ფინანსებთან, სამსახურის სფეროსთან. დავამატოთ არკანები. რა ემოციები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ? დიახ, მეგობრებო, ემოციები ნამდვილად ძალიან დიდია. ემოციები, ეს ნეგატიური ემოციები არ აძლევს ამ ადამიანს საშუალებას მშვიდად ძილის, მოსვენების, აქვს ძალიან დიდი შიშები და ძალიან დიდი დანაკარგის შეგრძნება, რადგან დაკარგა აი ეს რესურსული ქალბატონი, რომელიც აძლევდა ძალას, ენერგიას, აი იმ ენერგიას, რომ გამოემუშავებინა ფინანსები, ყოფილიყო რეალიზებული. ერთგვარად ამ ადამიანისთვის თქვენ იყავით ძალიან დიდი სტიმული, საკვები ერთგვარი და ენერგიის წყარო, რომ იგი ყოფილიყო რეალიზებული, მას ქონოდა ყველაფერი ის, რაც სურდა. შეიძლება თქვენ ფინანსურ დახმარებასაც უწევდით, მე არ გამოვრიცხავ ამას და შემოაკლდა ამ ადამიანს სწორედ აი ეს ფინანსური ენერგიაც კი თქვენი მხრიდან. კიდევ დავამატოთ მისი ემოციები. აჩვენეთ პირველი ვარიანტისთვის მისი გულწრფელი ემოციები. დიახ,
დაენგრა ის ყველაფერი ამ ადამიანს და სწორედ ამიტომ არის კრიზისში, რომ ეს მოხდა უცაბედად, ჩამოენგრა ის ყველაფერი, რაც ანიჭებდა სიხალისეს, ბედნიერებას და გავიდა სწორედ იმ მტკივნეულ პერიოდზე, როდესაც ყველაფერი ერთი ხელის მოსმით იკარგება და ბარდება წარსულს. ეს ადამიანი ძალიან განიცდის ამ ყველაფერს და გეტყვით, რომ ამ ადამიანის ემოციები არის ნამდვილად სევდიანი თქვენს მიმართ და უტოლდება ძალიან დიდ გლოვას. ეს ადამიანი გლოვობს აი ყველაფერს, რაც დაკარგა. ეს გახლდათ პირველი ვარიანტი. მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში პირველებო და მოდი ნახოთ მეორე ვარიანტი. ვინც ავირჩიეთ ავანტურინი. რა ემოციები აქვს ადამიანს? ძალიან დიდი დანაკარგის ემოციები აქვს. შეიძლება ამ ადამიანმა გაიაზრა, რომ სამუდამოდ დაგკარგათ, გაიაზრა ის მომენტი, რომ ისი აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი. შეიძლება ამ ადამიანს ვიღაც გარდაეცვალა, ახლობელი, მაგრამ მე ვიკითხე თქვენთან მიმართებაში ემოცია და ეს უტოლდება ძალიან დიდ დანაკარგს, რაც მან დაკარგა თქვენი სახით და ამას მოყვება ძალიან რთული პერიოდი და ეს ადამიანი განიცდის ტრანსფორმაციულად ძალიან რთულ პერიოდს, რადგან მან დაკარგათ. ნახოთ მისი ემოციები. დაკარგა ამ ადამიანმა აი ეს მშვენიერი, სათუთი, ემოციური ქალბატონი, რომელიც მას ავსებდა, რომელიც უქმნიდა ემოციურ სისავსეს, აძლევდა ბედნიერების შეგრძნებას. ამ ადამიანს აქვს ემოციები დანაკარგი იმის, რომ მის გულში დაისადგურა დიდმა სიცარიელემ. სწორედ იმ მომენტში დაგკარგათ, როდესაც ის უკვე ფიქრობდა, რომ რაღაც ეტაპზე მიხვედით, რაღაც თითქოს ერთად შექმენით. თქვენი ისტორია შეიძლება საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა და აქ არავითარ შემთხვევაში არ არის ახლად დაწყებული ურთიერთობა. ეს ურთიერთობა გრძელდებოდა წლები, უამრავი რამ გაქვთ გამოვლილი ერთად, შეიძლება რაღაც სტაბილურიც შექმენით ერთად, შეიძლება ცოლ-ქმარიც მიყურებდეთ და მეუღლეზე უყურებდეთ ამ გაშლას, ან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა, სადაც რაღაც სტაბილური გქონდათ. ძალიან ბევრი კარგი დღეები გქონდათ და ემოციურად ეს ადამიანი განიცდის, რომ დაკარგა ის ბედნიერი წარსული, რაც თქვენთან აკავშირებდა და აბსოლუტურ სიცარიელეს განიცდის ადამიანი ახლა. რა ემოციები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ? ემოციები. ემოციები აქვს იმის გამო, რომ წახვედით ურთიერთობიდან, ფიქრობს, რომ საკმარისად ვერ გამოხატავდა თავის გრძნობებს და ემოციებს, თქვენამდე ვერ მოქონდა აი ეს ყველაფერი და ფიქრობს, რომ თქვენ არ გაკმაყოფილებდათ მისგან გამოსული ემოციები თქვენს მიმართ, თქვენ წახვედით ახალი ნაპირისკენ, ახალი თავგადასავლის საძიებლად და სინანულში აგდებს სწორედ იმაზე ფიქრი, რომ თქვენ წახვედით ახალი გზით,
სადაც ფიქრობთ, რომ უკეთესი მომავალი გელით. ნახოთ კიდევ ამ ადამიანის ემოციები. გეტყვით, რომ რაღაც კითხვის ნიშნები აქვს ამ ადამიანს მაინც დარჩენილი, გაურკვეველია მისთვის ეს სიტუაცია, გაურკვეველია ძალიან ბევრი რამ, გეტყვით, რომ ამ ადამიანს აქვს ეჭვები, შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენ აპირებთ სხვასთან ერთად დაიწყოთ ცხოვრება და არ ასვენებს აი ეს ეჭვიანობა მას, ფიქრობს, რომ თქვენ ისეთი ქალი ხართ, რომ არ იქნებით მარტო, არ დარჩებით მარტო. ეს ადამიანი ცოტა გაურკვევლად არის, შეიძლება აი ამ ადამიანს ხშირად ჰქონდა გაურკვევლობა და მთვარის ფაზებზეც კი იყო მისი ხასიათი, თუ დაუკვირდებით, დამოკიდებული, თუ გაიხსენებთ ახალ მთვარეზე და სავსე მთვარეზე შეიძლება ეცვლებოდა ამ ადამიანს გუნება განწყობა და ვერ იგებდით. ვერ იგებდით ხანდახან ამ ადამიანის ასეთ ცვალებადობას, რატომ იყო ეს ყველაფერი და გეტყვით, რომ ეს ადამიანი იტანჯება ახლა ეჭვებით, ამ ადამიანს რა ემოციებიც არ ასვენებს, არის ძალიან დიდი ეჭვიანობა, გაურკვევლობა და ძალიან დიდი სინანული, თქვენი დაკარგვით გამოწვეული. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი, მეორეებო, თქვენს გელით უკავშირზე და მე დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე. მომწერეთ, რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები და გელოდებით მე კომენტარებში. დროებით.